სარკის წინ მდგომი ვსწავლობდი მზერას. როგორ მემართა მიმიკა ცივი, განამჭირდება მე შენი რჩევა, მაგრამ თვალების შენსკენ მიმერბეს. ვსწავლობდი თვალებს, იდგა პირისპირ და ისე ცივად შემომყურებდა, როგორც ციმბირში დილით გაყინულ კარს მონადირე შემოაღებდა. უცქერდი ურცხვად წინ მდგომი მასთან. წამით სირცხვილი მეუფლებოდა, მეორე წამს კი ქრებოდა სადღაც, ხედავდი ხაზებს თვალის გუგაში. ვეტრფოდი მასთან საკუთარ თვალებს, ვსწავლობდი ფერებს თვალის უბანში დავისახავდი მომავლის აზრებს. ისეთი მკაცრი მეჩვენა თავი, ზედმეტად ვერც კი მიუახლოვდა. ისეთი ცივი მეჩვენა თავი გასათბობადაც ვერ წავიყვანდი. ისეთი მლაში ჰქონდა მიმიკა, თითქოს უნდოდა გამქრალიყავი. ვუმზერდი თვალებს, საკუთარ თვალებს. ვითხოვდი, რასაც მოვითხოვ მარად. ჩემმა თვალებმა მაშინც იცოდა, რომ სიცოცხლეში ყოველთვის ვმალავ, ჩემი ცხოვრების იმ ძნელ ეტაპებს, როცა შენ ფიქრობ, რომ მე ვარ კარგად. ვცდილობ ღიმილით დავფარო სული, რომელშიც ხშირად კონტროლსაც ვკარგავ. თვალის კონტროლი ვისწავლე მისთვის, რომ მზერა მეწვნა ყოველთვის მკაცრად. რომ მათ სცოდნოდათ ადგილი მათი და დისტანცია დაეცვათ თავთან. ვითხოვდი რამეს. მოგმართავთ ყველას. არ მithხოვია მე თქვენთვის შველა, მხოლოდ მინდოდა დარჩენა მარტო ჩემს ოთახში სარკესთან ერთად. ისხედავს მხოლოდ ჩემ შიგნით ვულკანს. მან იცის მხოლოდ რას ვგეგმავთ ერთად. მისთვის ვსაუბრობ ყოველთვის ერთხმად და ის პასუხსაც არასდროს ერთას. მე არ ვარ გიჟი. ვარ რეალისტი. ხედავ და ვამბობ, რასაც თქვენც ხედავთ. ჩემი წერილი ღამე ნათების სარკე მიკითხა, დადილით მითხრა. წავედი შენ.